მოგესალმებით. აბა, ერთი წამი წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა. ისიც გადარჩენისთვის. აი, სწორედ ასეთი იყო მე-18 საუკუნის საქართველო. ეპოქა, როცა ერი ორ უზარმაზარ იმპერიას შორის აღმოჩნდა, მომწყდეული და ფაქტობრივად საკუთარი არსებობისთვის იბრძოდა. მოდით ჩავყვეთ ამ წარმოუდგენლად დრამატულ და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვან ისტორიას. ხო, მე-17 საუკუნეში საქართველოს მთავარი ტრაგედია სწორედ ეს იყო. ქვეყანა ფაქტობრივად ორად იყო გახლეჩილი, ორ გავლენის სფეროდ. დასავლეთში ოსმალობა ბატონობდა, ანუ ოსმალეთის იმპერიის სასტიკი კონტროლი. აღმოსავლეთში კი ყიზილბაშობა, ანუ ირანის ბატონობა. და ეს იცით არ იყო რაღაც უბრალო პოლიტიკური დაყოფა, არა, ეს იყო ყოველდღიური ბრძოლა ქართული იდენტობის, ენისა და სარწმუნოების შესანარჩუნებლად. საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა რბილად რომ თქვათ კატასტროფული იყო. სამხრეთიდან ეს ორი გიგანტი იმპერია გამუდმებით ცდილობდა რომ საბოლოოდ ჩაეყლაპა და გაენადგურებინა ქართული სამეფო სამთავროები. ეს იყო მუდმივი ომი, მუდმივი წნეხი, სადაც ყოველი ახალი დღე გადარჩენისთვის ბრძოლის ახალი ეპიზოდი იყო. მოდით, ჩვენი ამბავი აღმოსავლეთ საქართველოდან დავიწყოთ, სადაც ქართლ-კახეთი ფაქტობრივად იხჩობოდა ირანის წნეხის ქვეშ. აი სწორედ აქ, ამ უმძიმეს პერიოდში გამოჩნდა ისტორიის სცენაზე მამაშვილი, რომლებიც ამ წინააღმდეგობის ნამდვილ სიმბოლოდ იქცნენ. თეიმურაზ მეორე და მისი ვაჟი, მომავალში ლეგენდად ქცეული ერეკლე მეორე. წარმოუდგენელი გამოწვევის წინაშე იდგნენ. მათ უწევდათ ბრძოლა არა მხოლოდ იარაღით, არამედ ძალიან რთული, მოქნილი დიპლომატიითაც, რომ როგორმე ქვეყანა სრული განადგურებისგან ეხსნათ. აი ეს პერიოდი 1727-დან 1757 წლამდე იყო ნამდვილი ქაოსი, გამუდმებული შემოსევები, შიდა აჯანყებები, ხელისუფლების მუდმივი ცვლა. ხვან ოსმალები შემოდიოდნენ, ხვან ირანელები, მტერი იცვლებოდა, მაგრამ საქართველოსთვის ბრძოლა არასდროს სრულდებოდა. და აი სანამ აღმოსავლეთში ერეკლე და თეიმურაძე ამ ბრძოლებში იყვნენ ჩართულები, დასავლეთ საქართველოშიც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა. იმერეთში ტახტზე ავიდა მეფე, რომელმაც ოსმალეთის იმპერიას ღიად ყოველგვარი მიკიბ-მოკიბის გარეშე დაუპირისპირდა. ეს გახდათ სოლომონ პირველი, ახალგაზრდა, წარმოუდგენლად ენერგიული და შეუპოვარი მეფე. მან თავის მთავარ მიზნად დაისახა, რომ იმერეთში ოსმალთა ბატონობა დაესრულებინა და სამეფოს დამოუკიდებლობა აღედგინა. სოლომონის ბრძოლა მხოლოდ ხმლით არ შემოიფარგლებოდა. არა, მან პირველ რიგში სამეფო ხელისუფლება გააძლიერა, მაგრამ ყველაზე რადიკალური და გაბედული ნაბიჯი იყო ტყვეებით ვაჭრობის, ანუ ადამიანთა სყიდვის აკრძალვა. ეს იყო უმძიმესი დარტყმა ოსმალეთის ეკონომიკურ ინტერესებზე და რა თქმა უნდა მათ ადგილობრივ მოკავშირეებზეც. სოლომონის ასეთმა თამამა პოლიტიკამ, რა თქმა უნდა, ოსმალეთის სულთანი საშინლად განარისხა. შედეგად, იმერეთში უზარმაზარი, კარგად შეიარაღებული სადამსჯელო არმია დაიძრა. გადამწყვეტი შეტაკება კი 1747 წელს ხრესილის ველზე შედგა. და აქ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა. როგორ? როგორ უნდა დაემარცხებინა სოლომონის პატარა არმიას იმპერიის რჩეული ჯარი, რომელიც მასზე ბევრად დიდი იყო? პასუხი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გენიალურ სტრატეგიაშია. სოლომონმა მართლაც ბრწყინვალე გეგმა შეიმუშავა. მან ოსმალები ვიწრო ტკიან ადგილას შეიტყუა, სადაც მათი მთავარი კოზირი, რიცხობრივი უპირატესობა უბრალოდ გაქრა. და სწორედ აქ, მათთვის მოულოდნელი და გამანადგურებელი შეტევით, ქართველმა სრული გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვეს. აი ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ამარცხებს ჭკუა და სტრატეგია უხეშ ძალას. იცით, ხრესილის ბრძოლაც და ერეკლეს გამარჯვებებიც მხოლოდ ცალკეული სამხედრო წარმატებები არ ყოფილა. ამ ბრძოლებმა ბევრად უფრო ღრმა და ხანგრძლივი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. ეს არ იყო ომი უბრალოდ მიწის ნაკვეთისთვის. ეს იყო ბრძოლა ქართული იდენტობისთვის, კულტურისთვის, მომავლისთვის. თავარი კითხვა იდგა ასე: იარსებებდა თუ არა საერთოდ საქართველო როგორც დამოუკიდებელი კულტურული და პოლიტიკური ერთეული? და აი აქ მივდივართ მთავარ დასკვნამდე. სოლომონ პირველისა და ერეკლე მეორის პარალელურმა ბრძოლებმა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარეობდა, დაიწყო ერთიანი ეროვნული ცნობიერების ფორმირების პროცესი. ქართველებმა აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც დაინახეს, რომ მათ საერთო მტერი ჰყავდათ და რაც მთავარია, საერთო მიზანი, თავისუფალი საქართველო. მე-18 საუკუნის ეს ისტორია ერთნიშნულოვან რამეზე გვაფიქრებს. იქნებ სწორედ უმძიმესი გამოწვევები და გადარჩენისთვის ბრძოლა ის, რაც საბოლოოდ ქმნის და აძლიერებს ერს? ეს არის კითხვა, რომელიც ალბათ დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ.